მოემზადეთ ჩემთან ერთად. მოკლედ, ახლა მე და ელენე გავდივართ ბუბუნა გავსერნოთ, ასე ბუბის საჭმელი უნდა ვიყიდოთ და კიდე ჩვენ ახლობლებს უნდა შევხვდეთ. ელენე მიყიდა კონვერსავი ხო ქვია ელენე? დიახ. და არის 9 ვეჩავ. მე პირადად დიდ არ მომწონს კონვერსავი. და ელენეს არ მოწონს რა და კიდე ან მეც მომიყვარდა და მეც მინდოდა სხვათა შორის ელენეს ხოლმე რომ ვიყავი ალბათ, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ აღარ მომწონს. არ ვიცი რატო. ყოველ შემთხვევაში დიზელის ისინი მირჩევნია კეტები რო არის დაახლოებით ეგეთია, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესი. მაგრამ საბოლოოდ არც ერთი არ მომწონს. ანუ ყოველ სხვანაირი ის აქვს გემოვნება აქვს და გემოვნებაზე არ დაობენ რა. ამიტომ ეხლა მინდა მოყვე როგორ დავიწყე მე საერთოდ მეიქაპებთან ურთიერთობა რა. დღეს მომწერა ერთმა საყვარლმა გოგომ დაახლოებით მაგ თემასთან დაკავშირებით რაღაცები და ნუ გამახსენე და ძალიან მინდა რომ მოუყვე, ამიტომ მოგიყვებით. ამასობაში სახეზე ძალიან გამომაყარა, ეგეც მინდა რომ აღვნიშნო და არ ვიცი რა ვქნა, აღარ ვიცი რა ვქნა. უფრო მე ვიჩეჩქინდა, მაგიტომ აყრის, მაგრამ არა უშ. იმით დავიწყებ, რომ ნუ ახლა ბავშვობაში ალბათ ყველას ჰქონდა საკასკავი პირველი ბავშვობის ეგ გიშდებოდი. ან თავისი მეიქაპ კუთხე მქონდა ჩემი კუთვნილი ამ ყველაფრით და დავერთობოდი ხოლმე რა. ნუ მოკლედ რას ყოფილი დამოვიწყე ელენსაც გავჩერდი. ხო, ნუ არ მეძავდა უფლებას რა და ეხლა დელი გადასახედიან რომ უყურებ მართალიც იყო რაღაც მხრივ რა, თერთმეტის full face და მთელი ამბები. მაგრამ 12 წელს რო გავხდი, უკვე ძალიან მომწონა რა და დავიწყე წენი მქონდა, ერთი წენი მქონდა, ეგ წენი დღემდე მაქვს და დღემდე ვხმარებ, სხვათა შორის შავის გამოყენება თუ მინდა მაგას ვხმარებ. ეგ წენი მქონდა მეგობრის დაბადების დღისთვის ნაყიდი, იმიტომ რომ ჰელოუინის აქვს დაბადების დღე. და სულ ვამპირი ვიყავი, ამ წელს ვისვავდი ხოლმე რა. ნუ მოკლედ, დავიწყე ამის გამოყენება, მაგრამ ისე ვიყენებდი. ერთხას, აი აქ, ზუსტად ერთხას ვიკეთებდი რა. ხო და ჩემ არ მეცავდა ტუშის გამოყენების უფლებას და რას ვიკეთებდი? ვიღებდი წებოები რო არის, ფრუცლის წებო რო არის, მაგას ვიღებდი. ესე თვალებზე იმოშვებოდი და მე ამ წენს ვისვამდი, აი ესე ვაკეთებდი რა, რაღაცებს ჩორჩო. ხო და ნუ ახლა 13 წელს რო გავხდი, ნორმალურად მომცარა უფლება და ამასობაში დამიწყო ჩემი emo phase თუ რაღაც ვერ ეძახიან რა. ანუ ძალიან მომწონს, მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ მე არ მიხდებოდა და აი ძალიან emo ვიყავი. ანუ ეგ სხვა დონეა. და eyeliner მქონდა მაგპონჩი მაგარი დამუღამებული რა. და ძალიან კარგი eyeliner-ს ვიკეთებდი სხვა შორის თავიდან, მე გავაუარესე. ჩემი ემოპაზის მერე და უფრო იმან გამრთულა ჩემი ემოპაზა რომ ან დედა ჩემი მაძლევდა უფლებას რომ გადაუვლისო რა და არ უნდოდა რომ ძალიან იმას ეკნა რა და რო გადამდიოდა ეგ ემოპაზა ძალიან კატასტროფა მჭირდა რა, იმიტომ რომ მეგონა რომ ესაა დასასრული და რატო გადამდის მომწონს როგორც მქონდა მეიქაპი რაღაც. ანუ მართლა ზოგჯერ ცუდად არ მქონდა, ზოგჯერ ყოველდღე არა. ზოგჯერ ცუდად არ მქონდა და კარგად მქონდა და მართლა მომწონს რა. მაგრამ ეხლა რომ უყურებ eyeliner-ს ვეღარ ვიკეთებ, ბავშვი eyeliner-ი აღარ მაქვს. ხა ნუ ეგ მქონდა რომ რატო გადამდის და რაღაც რა. და მე ნელ-ნელა სხვა შორის მაგ პერიოდში დავწყე ჰეილი ბიბერის ყურება და ძალიან მომწონდა მეთქი რამაზე რაღაც ხო ხვდებით. და მინდოდა რომ ისნაირი მეიქაპი გამეკეთებინა რა და შესაბამისად გავათმოვედი ცოტა ეხლანდელ მეიქაპზე, რითიც დავიწყე სხვა ვიდეოების გადაღება მაგითი რა. და ნუ რაც ახლა TikTok-ის აკაუნტი მაქვს და რაღაც, სულ ესეთ მეიქაპს ვიკეთებ და იშვიათად eyeliner-ს და რაღაცა ძალიან დღეებში რა, მინდა რომ stand out ვიყო და მთელი. მეიქაპი თითქმის დავასრულე და ძალიან მომწონს წამწამები. არ ვიცი რატომ არ ძალიან. ელენე ხო კარგად მაქვს. ელენე. ჩამოვხედა. Oh my god, so cool. ჩამოვხედე. ხო, ყველაზე supportive დამყავს. მე მგონი რომ დავასრულე მეკვირეში. მე მგონი რომ წამწამები გამომჩა.
მოკლედ ეგ იყო ჩემი და მეიქაპის ისტორია რა. Und შარშან საფულში ისეთ ქართვა მქონდა მეიქაპზე, რომ ზღვაზე რომ მიდოდი, ლომის ზღვაზე მესვა. აი, არ მესვა ზღვაზე, საბედნიეროდ და ჩემ მაგას მიგდა, და მადლობა თედას. მაგრამ აი ძალიან მესვა შარშან, აი ძალიან დედა ჩემი მაგადავდა, თოჩინას გავხარო. მოკლედ რაღაც ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდა და არ ვიცი რატო, მაგრამ მიხარია და სხვა შორის უფრო ცოტა დრო დამჭირდა, ანუ 3 წუთიანი მიხარ გამომდის ხოლმე, მაგაზე მჭირდება 15 წუთი და ეხლა 10 წუთში გავკეთე მაკიაჟი და 5 წუთს მიწერს აქ. ახლა გაიღვიძე ბატონმა და ბედნიერად არის. მოძახო ძალიან მიყვარს. ამის კაშა შემოშვება მართლა. ბობი აქ რა არის ნახე? დაწყო. ანუ ნახონდეს. ერთი შენს.